რატომ გარბის ისლამ მახაჩევი? ვინ გონია თავი არ მანცარუკიანს? როგორი ბიჭია სერხიო რამოსი? დიახ, დღეს ვისაუბრებთ ილია თოფურიას. UFC-ს ენთუზიასტებს გევახსოვრებათ თუ როგორ საეჭვოდ შეიცვალა წონა თავის დროზე ისლამ მახაჩევმა, როდესაც 155-დან 170 ფაუნდში ავიდა. ისლამ მახაჩევი რაღაც დიდი ხანია უკვე უცნაურ მანევრებს აკეთებს და ისე ჩანს, რომ თავს არიდებს ილია თოფურიას საბრძოლას, მე მგონი. მოდი სამ ამ თემაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, წინასწარ ვიტყვი, რომ არ ამგონია და ზოგადად ვერ ვიტყვით, რომ ეხა ისლამ მახაჩევს ილია თოფურიას ეშინია. ანუ ესეთი კარიერის მქონე და ესეთ ჩხუბარზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე ოპონენტს ეშინია. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ზოგი სიტყვა, ზოგი საქციელი, ზოგი ნაბიჯი ცოტა ეს გვიჩენს, რომ თავს არიდებს თოფურიას. ალბათ გასწრებათ ყველას, რომ UFC-ს თეთრი სახლის ივენტზე, რომელიც იქნება ივნისში, UFC-ს უნდა რომ თავარი ორთაბრძოლა ყოფილიყო ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის. მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა ეს ამბავი? და გარდა იმისა, რომ არ გამოვიდა, ისტორიებიც რაღაც იცვლება მახაჩევის გუნდის მხრიდან. თუ სწორად მახსოვს, თავიდან ორიგინალურ მიზეზი თუ არ ვცდები, რაც დენა ვაიტმა დაასახელა, რომ ისლამ მახაჩევს ჰქონდა ტრამვა ხელზე. თავდაპირველი ინფორმაცია რაც ჰქონდა გულშემატკივრებს ამ ჩხუბის ვერ ჩატარების არის, რომ ისლამ მახაჩევს ტრამვა ჰქონდა ხელზე, მაგრამ რამოდენიმე დღის მერე ვხედავთ, რომ ვიდეოს უსწრებს ისლამ მახაჩევი, როგორ უბად ქუნებს გრუშას. ანუ ეს მიზეზი გამოირიცხა. ჩვენგან კი არ გამოირიცხა მარტო, არამედ მისი გუნდისგანაც გამოირიცხა როგორც ჩანს, რადგან ბოლო დღეებში სხვანაირად ჭიკჭიკებენ და იძახიან, რომ თოფურიამ დიდი თანხა მოითხოვა მახაჩევთან ბრძოლისთვის და მაგით უარ ჩატარდა ეს ჩხუბი. ანუ უკვე აცდენაა მათ ლაპარაკს შორის, რომელი იყო თავიდან ვიცოდით, რომ ტრამვა იყო მიზეზი, ეხლა ამბობთ, რომ თოფურია ჩაეხსდაო, ჩვენ კი არ ჩავეხსენით რა, თოფურიას გამო არ შედგაო. ჩემი აზრით, არც ერთ მებრძოლს რა თქმა უნდა, მეორესი არ ეშინია, მაგრამ თუ რომელიმეს უფრო უნდა რომ ეს ბრძოლა შედგეს, ჩემი აზრით ეს ცალსახად არის თოფურია. ამის ნამდვილად ჯერა, რომ თოფურიას უფრო მეტად უნდა, გაცილებით მეტად უნდა რომ მისი ბრძოლა მახაჩევთან შედგეს, ვიდრე მახაჩევს უნდა რომ თოფურიასთან ჩხუბი შედგეს. მაგრამ ასევე ობიექტურობით უნდა ვთქვათ, რომ თოფურიას უფრო მეტი აქვს მოსაგები და ნაკლები წასაგები მაგბრძოლით, ვიდრე ისლამ მახაჩევს. იქიდან გამომდინარე, რომ მახაჩევი უფრო დიდია თოფურიასზე, ზოგადადაც დიდია და ახლა ოფიციალურად წონაშიც უფრო მაღალში ასპარეზობს. ნათქვამით აქ მახაჩევს ადრე თუ არ ვწდები, რომ თოფურიასაც რომ მოუგო, ისე ვიტყვით, რომ პატარატები დავამარცხებ, როგორც ვოლკანოვსკის თქვას თავის დროზე. მაგრამ თოფურია ვოლკანოვსკი არის ეს ერთი. მეორე, ვოლკანოვსკიმ თავპირი გაუერთიანა პირველ ჩხუბში და ძლივს მოუგო მახაჩევმა ვოლკანოვსკის. ესეც დასამახსოვრებელია. მეორე ჩხუბში კათიშა და ის რო ახსოვს მარტო ყველას. პირველი ჩხუბი გავიხსენოთ, აბა. მაგრამ ნუ მართალია ეხა მახაჩევი ამ სიტუაციაში უფრო მეტი წასაგები აქვს ამ ბრძოლაში თუ თოფურიასთან წააგებს ვიდრე თოფურიას და პრიზიც ასევე მგონია რომ თოფურიას უფრო დიდია. ნუ ეს ყველაფერს ალბათ ყველას გასწრებათ, მაგრამ მეც გეტყვით რომ აი თოფურიას აქ ნათქვამი რომ ღამე რომ დავიძინეო, მეგონა რომ სულ ოფიციალურად ბრძოლა იყო მახაჩევთან და მეც მერე გავიგე რომ ჩაიშალავ, ანუ დარწმუნებული ვარ რომ 100%-ით მახაჩევი უნდა და თოფურიას. და არ ვარ 100%-ით დარწმუნებული რომ მახაჩევი 100%-ით იყო ამ ბრძოლაში წამომსვლელი. ნუ სწორედ ამიტომ ვიღებთ ეხლა თეთრი სახლის ქარდის თავარ ბრძოლად ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის. თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება უხეშად რო ვთქვა, ოდნავ დროის ფლანგვა მგონია. ამ ყველაფერზე ვისაუბრე ვიდეოში, სადაც თეთრი სახლის ქარდს გავიხილავ. გეიჯისთან იმდენად ფავორიტია თოფურია და აი იმ ხელა აფსეთი იქნება გეიჯის მოგება, რომ მაგიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა დროის ფლანგვა, ან ყველა მიცის რომ თოფურია მოიგებს. და იქიდან გამომდინარე, რომ თოფურია იშვიათად ჩხუბობს წელში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, მაგრამ ბოლოს როდის იჩხუბა წელში ორჯერ არც მახსოვს. და სწორედ ამიტომ რომ იშვიათად ხედავ თოფურიას, მინდა რომ ცოტა ინტრიგა სადაც არის ისეთ ბრძოლაში იყოს და არა გეიჯისთან, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით გააწვეს. მის ბოლო ბრძოლებს რო გადავხედოთ, დანოკაუტებული ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი და ოლივეირა, აი ამ ყველაფრის ფონზე და ამ გზის ფონზე გეიჯი ცოტა ჩაყვინთვაა რა. რაშტო და გამიგოთ გეიჯის მე მაგრა ვაფასებ, ძალიან მაგარი მებრძოლია, კარგი კარიერა ქონია UFC-ში, რომელსაც დაუმთავრებს თოფურია ივნისში. მაღალი დონის მოჩხუბარია, მაგრამ სწორედ ამიტომაც აი რომ მომწონს გეიჯი და რო არ მინდა რომ ცუდ დღეში ვნახო, არ მინდა თოფურიას არ ბრძოლა. გეიჯის ამ ბრძოლას კიდე მერჩივნა ცარუკიანი ჩაეცვა, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ მოხდება ამერიკაშია და თეთრ სახლში, რადგან აივენთი თავ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამერიკელი უნდა იყოს, მაგრამ როგორც თვითონ ჩხუბის ინტრიგა, ცარუკიანთან უფრო იქცებოდა. რადგან ვახსენეთ, მოდი ცარუკიანზე ვთქვა ერთი ორი სიტყვა. მე ვერ ვხვდები ხალხო საიდან მოდის ეს აზრები ცარუკიანზე და აი რატო განიხილავს ხალხი საერთოდ ზოგი მართლა ფავორიტად როგორ განიხილავს თოფურიასთან, ანუ ვინ რაზე დაფუძნებით ფიქრობენ, რომ ცარუკიანი თოფურიას დაამარცხებს და საიდან მოვიდა ეს ამ ხელა ჰაიპი. უბრალოდ სტრიმერებთან უნდა დადის და ხშირად ჩანს ხალხში ან მაგიტო თუ აი საიდან არ დაგვაუწეს რა დღეში ყავდა ოლივერას ჩაგდებული ცარუკიანი, აი აქ ამოვანათებ ძლივს რომ შორტები რო გაძვრა და ისე რომ გამოზვრა საბმიშეინიდან ცარუკიანი ოლივერასთან, რომელიც მიწასთან გაასწორა თოფურიამ და ჭიდაობაში დაჯობა. ანუ ეგ ცარუკიანი როგორ გონიათ რომ დიდ საფრთხეს შოგნის თოფურიას ვერ ხვდები, მაგრამ მაგ აზრის არსებობაც არ არის პრობლემა, პირიქით მომწონს
ეგონს ხალხს რომ ცარუკიანი ძალიან მაგარია და თოფურიას დაჯამნის და ჩავატაროთ ეგ ბრძოლა გაარეჯგვინებს ცარუკიანსაც და მე რა სიტყვიან რომელიღაც წინა ვიდეოში თქვი ეს და აქაც გავიმეორებ მომწონს რომ ხალხს გონია ცარუკიანი რომ რაღაცას იზობს თოფურიასთან იმიტომ რომ აი ვოლკანოვსკის რომ მოუგო ჰოლოვეის რომ მოუგო ოლივერას რომ მოუგო მაგის მე მართლა ვფიქრობდი რომ გადავხედი აი წონებს რომ ვისთან უნდა იჭყოს ახლა თოფურიამ რომ ხალხს ძალიან დიდი ფავორიტი არ ეგონოს თქვა აი მართლა ვფიქრობდი და აი თავიდანვე რომ დაიწყო ცარუკიანზე ჩხუბი ვთქვი რომ კაი რა ცარუკიანი თქვა აი ეს მართლა ეგეთი და მოგელო ხონდა რომ ცარუკიანი აშუაშია ვიფიქრე რომ აი ყველასთან რა თქმა უნდა დიდი ფავორიტი იქნება ერთადერთი მახაჩევი და არჩენილი ვისთანაც ანდერდოგი იქნება და იმასაც ჩემი აზრით მოუგებდა და ხო და მაგიტო არ მაღიზიანებს ეგრე ძალიან ეს ცარუკიანი მოუგებს აზრი იმიტომ რომ იმდან დარწმუნებული რომ ვერაფერს ვერ ვწევ ცარუკიანი თოფურიას რომ იყოს ეგ მოსაზრება თორე ფაქტიურად ეხა გამოდის რომ ამდენი ამერიკელი გეიჯის გასვენებაში მიდის ერთ სახლში ნუ ამჟამად ჩემთვის ორი ბრძოლა თოფურიასთვის რომელსაც ინტრიგა ექნება და ძალიან დიდი მოლოდინი ექნება ნუ ამჟამად ორი ბრძოლაა ჩემი აზრით თოფურიასთვის რომელსაც დიდი ინტრიგა ექნება ერთი რა თქმა უნდა არის მახაჩევთან და მე მგონი მაგას ახსნაც კი არ ჭირდება თუ რატო იქნება ერთ-ერთი თუ ყველაზე დიდი ჩხუბი არა UFC-თვის ეს. ნუ ხაბიბის და კონორის ჩხუბია მართლა სტეროიდების და ნუ არაა ცვაშორს ეგ სულის შედარება. აქეთ ყავს მართლა რაღაც ფრი უკეთესი ხაბიბი, აქეთ ყავს უკეთესი მაგრეგორი. გაცილებით უკეთესი მაგრეგორი, მოდი დავამატებ. გაცილებით უკეთესი მაგრეგორი. რა თქმა უნდა პოპულარიზების ხრივ ხა ვერ იქნება იმ დროს სხვანაირ პოზიციაში იყო მე როგორც სპორტი და მისი ცნობადობა ვიდრე ეხლა და ამიტომ ზუსტად ვერ შევადარებთ, მაგრამ თვითონ როგორც ჩხუბის დონე და მნიშვნელობა UFC-თვის დაჟე მეტიც არის ჩემი აზრით იმ ხაბიბ UFC-ზე. ხაბიბ მოგეთ მას შემდეგ რაც თეთრ სახლში ამერიკაში ამდენი ამერიკელის წინაშე ამერიკელ მებრძოლს ილია თოფურია გააუთოვებს, ორადორი ოფცია უნდა იყოს შემდეგი ბრძოლა. პირველი რომელიც ყველას გვინდა ისლამ მახაჩევთან ბრძოლა და უმჯობესია ეს იყოს, მაგრამ თუ რატომღაც მაინც არ გამოვიდა ისე რაღაც დაბრკოლება გაჩნდა, მაგრამ რა დაბრკოლება ბოლოს და ბოლოს გვაღირსონ ეს ჩხუბი. მაგრამ ჯანდაბას თუ არ გამოვიდა სამწუხაროდ მახაჩევთან ბრძოლა, მოიყვაონ ის ბეყე ცარუკიანი და გააგოროს ეგეც თოფურია. დაიკითხვა ახლა, მე რა ხდება? აი თქვენი ეს მე რაღა უნდა ქრას. აი თქვა კაი ჯერ ცარუკიანს ეჩხუბა ჯანდაბას მახაჩევმა კიდე რაღაც მოიფიქრა, მოუგო ცარუკიანს და მე ებრძოლა მახაჩევს და მახაჩევსაც მოუგო. მე მგონი საერთოდ გამიგვირდება რომ მაგ ბრძოლის მერე დაამთავროს კარიერა თოფურიამ. იმიტომ თუ მახაჩევს მოუგო, არა შევასწორებ. როცა მოუგებს მახაჩევს თოფურია, აი რაღა უნდა ქნას, რაღა უნდა სპორტში ობიექტურად. მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი ამაზე, აი რა ნაბიჯი იქნებოდა თქვენი აზრი ჭკვიან, ალბათ კრივში გადასვლა და რამე ძალიან დიდ payday-იანი ჩხუბი რომელიმე მოკრივესთან. ეგეც საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნებოდა და მაგრამ ეს იმეორებოდა როგორც კრივის მოყვარულს, აი მარტო კრივისთვის ჩართულ კემპში რო იქნება თოფურია და რომელიმე ტოპ მოკრივეს რო ებრძოება. ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. თქვენს ფიქრობთ ამ ამჟამინდელ სიტუაციაზე თოფურიასთვის გაურბის თუ არა მახაჩევი მაგაზე რას ფიქრობთ? კეიჯის მოკლავს თუ არა მაგაზე რას ფიქრობთ? ცარუკიანი ვაფშე ვისთანაა ეგეც დამიწერეთ და ზოგადად რა თემებზე გესიამოვნებთ ვიდეოები. დღეს სულ ეს იყო, ნახვამდის.